ცოტა ამიწიე ხმა და ცოტა მიდი რა დააჭირე ახალი პორტი ხო ამან კიდე раз 2 3 4 ინდივიდუალურად ყველა საკითხად შენიშვნები მის შეგასამზარეულოა მაგითა ეს უკვე დაგვიტოვეთ მაგ პრეროგატივა ჩვენ კონდეს რა. აგეთ მაშინ შეიძლება აქ რომ მოხვიდეთ რომ ბრენდის მიზანი თავიდან მიზანი არ ყოფილა, იმიტომ არ იყო რომ წამოწყება უნდა და ყველაფერს ეკრეს. ხო და ამ წამოწყებაში რა თქმა უნდა საგრებულო და გამგეობა ხარი დამეჭირეს და ამის შემდეგ ჩავატარეთ კასტინგი. ფაქტობრივად ეს ბიჭები ამ კასტინგიდან არჩეულები არიან, არაპროფესიონალები არიან, სხვა შორის მუსიკოსები არიან, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან და სასიხარულო ისაა რომ მთელ რეგიონში ალბათ გურია საერთოდ საქართველოში გამოირჩევა თავის მრავალხმიანობით, თავისი რაღაცნაირი დამოკიდებულებით სიმღერისადმი და ყველა მღერის რა, ფაქტობრივად ყველა გურული მღერის და პოლიფონიის ბუდი არის ჩოხატაური თქვა მე ეს თქვი ერთხელ და მიჩოვლი ხალხურ სიმღერებს რაღაცებს ანუ აქედან წამოვიდა მე ზუსტად რას თქვენ ზანეთ რომ ის იდეას მიზანიც რომ აი ამ ეროვნულ ფესტივალზე როგორ აგვეწყო თქვათ
ის რაღაცები, რასაც ქვია ჯაზური მუსიკის მორგება, პოპის მორგება, ისა და სინთეზი გავაკეთებთ რა ამისი და ეს პრეზენტაცია მოხდა ძალიან სასიხარულოა, რომ თქვენ ამზადებით თქვენ ტელევიზია და განდობას უხდი ყველას რა თქმა უნდა. ხო, გააშუქებთ ამას და ალბათ ეს სასწავლე თავის საქმეს იტყვის ყველგან. რატომ მოიცემენ აი ჯაზი და ეთნო ჯაზი? ახლა მე პროფესიით პირადად მე ვარ კონტრაბასისტი. და ჯაზი უფრო ახლოსაა ჩემთან და ალბათ ამიტომ. რა გეგმები გაქვთ რეპერტუარი? რეპერტუარი მრავალფეროვანი გვაქვს. სხვადასხვა მიმართულებები, ჩვენივე კომპოზიციები, სხვადასხვა დღეს პრემიერებიც იქნება ახალი სიმღერების და ნახოთ რა. ინდაცინე ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ველოდები პრეზენტაციას და ეს იქნება. კოჩა გათაშვილი. ჯაზ ბენდ გურული ბიჭების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მადლობთ. შესაძლოა უკრავ რა. შენ რუსთავიორის მაყურებელმა ამსტრონგით გაგიცნო და ჯაზ ბენდთან გასაგებია რომ აქ ხარ, მაგრამ მაინც საიდან დაიწყო და როგორ მოხდე ამ ბიჭებთან? იცით რა არის, როდესაც ახალი რაღაც შემოდის თან გურიაში, მით უმეტეს როდესაც ჯაზის დაინტერესება საქართველოში საკმაოდ პოპულარობას იწევს, ჩემთვის შემოთავაზება იმისი რომ ამ ბენდში მოусულიყავი თქვენ წარმოვიდგენთ ძალიან კარგად და კეთილად მივიღე, იმიტომ რომ გურულ ბიჭებთან ერთად სიმღერის თქმა და მით უმეტეს როდესაც ამ ანსამბლს ჯაზის მიმდევრობა აქვს არჩეული, მე მგონი საკმაოდ მისაღები იყო ჩემთვის და ამიტომაც აი ავიღე ისე კარგად როგორ გურულ ჯაზმენს ეკატრება. რას ფიქრობ ახლა ჩოხატაურის მაყურებელი როგორ შეხვდება ამას დღეს? იცით რა არის, ჩოხატაურის მაყურებელი თქვენ წარმოვიდგენთ განებივრებული არის ამით ყველაფრით, იმიტომ რომ გემოვნება არაკლია აქაურობას, არაკლია ის სიმშვიდე უპირველეს ყოვლისა, მაგრამ მე ასე მგონია რომ სათავე, რომელიც ამსტრონგმა თუნდაც მაშინ 70-იან, 60-იან თუ 50-იან წლებში აირჩია, მაინც რატომღაც მე მგონი გურუიდან მოდის. ასე რომ ჩვენთვის მისაღებია და პირველად ჩოხატაურის მაყურებელი ალბათ ამას ყველაზე კარგად აიღებს. მადლობთ, ედიშერ ხამბაშიძე, გურის ბიჭების სოლისტი. ასე ვთქვა. აი ხა. მე მელაპარაკე, მე მაყურე. მითხარი ამ კულტურის ცენტრის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ძირითადად ფოლკლორული ანსამბლები ფუნქციონირებს. აუ, ძალიან ისე გამომდის. არა, მე მელაპარაკე, როგორც შენ დაქალს ისე მომიყევი ამბავი რა. მე მიყურე და მელაპარაკე, მომიყევი ამბავი. კულტურის ცენტრში ძირითადად ფოლკლორული ანსამბლები და ქორეოგრაფიული ფუნქციონირებს. გადაწყვიტა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, რომ შეექმნა რაღაც ახალი, ისეთი, რომელიც დაინტერესებდა ახალგაზრდებს. ამიტომ გადაწყდა ეთნო-ჯაზ ბენდის გურული ბიჭების შექმნა, რომელსაც ხელმძღვანელობს ასოცირებული პროფესორი კოჩა გათაშვილი და წამსრა ეს ანსამბლი ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ჩოხატაურის და არა მარტო ჩოხატაურის კულტურულ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არის პრეზენტაცია, რაიმე რეზონანსი ხო არის, როგორი დამოკიდებულება არის? მთელი რაიონი ელოდება დიდი აღფრთოვანებით და მოლოდინით. მოსაწვევები ყველას არ შეხვდა და ამაზეც ძალიან ისეთი ამბავი, ალბათ კონცერტის ჩატარება დაგჭირდება კიდე მეორე, რომ ეს მაყურებელი დაეტიოს დარბაზმა.
დიდი მადლობა შენსახელდაგვარდია თანამდებობა. თამარ კეკელიძე კულტურის ცენტრის დირექტორი. თამარ კეკელიძე ჩოხატაურის კულტურის ცენტრის დირექტორი. მადლობთ. შემოგიყვება მომიყევი პროსტო. და ბოლოს მოგილოცავთ იმას. კი, მიდი. შეგვიძლია. ხო. ჩოხატაურში გრძელდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კვირეული. დღეს ამ კვირეულის ფარგლებში ტარდება პრეზენტაცია ახალშექმნილი ანსამბლის ეთნო ჯაზ ბრენდი, ასე ეწოდება ამ ანსამბლის სახელი გურული ბიჭები. ზოგადად ჩოხატაურში ახალგაზრდობაში და საერთოდ მოსახლეობაში არის დიდი ინტერესი ჯაზის მიმართ, რომელიც ფაქტიურად ჩვენთან არ არსებობდა. ჩვენ მოვნახეთ მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგებლობამ მოვნახეთ ნიჭიერი ადამიანები. ასევე ნიჭიერი ადამიანი ხელმძღვანელი ვინც არის ამ ანსამბლის, ეს არის გოჩა კათაშვილი, რომელმაც შექმნა ეს ანსამბლი სულ რამდენიმე თვეა, 2-3 თვეა, რაც ჩვენ მათ შეუძინეთ აპარატურა, ისინი მუშაობდნენ ამ თემაზე, დღეს ტარდება პრეზენტაცია. და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამან ჩვენ მოსახლეობაში. დღეს აქ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოვა და დღეს ტარდება პირველი კონცერტი ამ პრეზენტაცია მათი შესრულებით. ზოგადად მოსახლეობა დიდი ინტერესით ელოდება ამ პრეზენტაციას. ამის შემდეგ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კონცერტები გამართოთ მასიურად ყველა სოფელში და შეიძლება რაიონის ფარგლებს გარეთაც. მე ამავე დროს მინდა საკოლო შემთხვევიდან მიულოცო დამოუკიდებლობის დღე მთელ საქართველოს, მთელ მოსახლეობას და უსურვო წარმატებები და მთლიანობა ქვეყნის და წინსვლა. მადლობთ. ანტონ ხუნდაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ჩავთავთ ჩაწერილს მღერივართ მუსმენი. ეს არის პრეცედენტი, ეს არის სასწაული. თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა ჩემოკარგებო გოჩა კათაშვილი. მე ჩემთან ვაძლევ უფლებას ჩემოკარგო იმისი, რომ ძალიან მოკლედ აი ამ ადამიანებს მოკლედ ვაუწყოთ 80-იანი წლების დასასრულს. ბავშვთა ვოკალური ანსამბლი, რომელშიც იყო გაერთიანებული აღმოცენი, სადაც ბავშვები უკრავდნენ ფლეიტას, საქსოფონს. Jesus
მივან მივყვევი. იბადო. პირველად იხდება ფართო აუდიტორიის ხელმძღვანელები მიმიტყვალე. ყველგან მოლოდის გადაარჭება. დარბაზი აღწმუნებულია, ძალიან მაგარი კონცერტი იყო. და რა ვიცი, ძალიან
ვღელავ თან ძალიან გვიხარია და მიხარია რომ გაამართლა ანსამბლმა თავისი დღევანდელი პრეზენტაცია. მადლობთ ანტონ ხუნდაძე. ჩოხატაური.